მოსალოდრეს შორის ახსენა ერთი საინტერესო დეტალი. პატრიარქის მიერ ნათლულთა პოლიტიკა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, ოდესმე ძალიან დადებითი მოვლენა იყო, ოღონდ არ აუხსნია და არ განუმარტია თუ როგორ აპირებს ამის გაგრძელებას და როგორ ამის შენარჩუნებას. ეს ეხება თქვათ იგივე ამ უხეშად ჭალებში წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენის თემასაც, ანუ ერთია პირობითა თქმა და მეორეა ჩაშლილად განმარტებულად საუბარი თავის სამომავლო ხედვებზე და პოლიტიკაზე, რასაც ჯერჯერობით ვერ ხედავთ და ამიტომ ეს აუცილებელია. და ყველაზე მთავარი კიდე საგარეო პოლიტიკაზე საუბრობდით და მთავარი რაც მრევლს ადარდებს და აწუხებს ყველაზე მეტად და ის შემთხვევითი არ არის რომ ბოლო წლებში მართლაც ეს თვალშისაცემია ძალიან რომ მრევლის რაოდენობა ეკლესიებში იკლო. ეს არის ის რომ მთავარი ფუნქცია, სოციალური ფუნქცია რაც უნდა ქონდეს ეკლესიას, სამწუხაროდ ეს სოციალური ფუნქცია არ არის საკმარისად გამოყენებული და აშკარად ჩანს რომ ის კავშირი რაც უნდა იყოს ეკლესიასა და მრევლს შორის არ არის ეს სიღრმისეული. ამას რა თქმა უნდა ხელი შეუწყო იმანაც რომ ბოლო პერიოდში იდეალური ჩამხდელობის მდგომარეობის გამო რეალური მართლობის განხორციელება ჭირდა და ამიტომ თვითონ არ მინდა უფრო სიღრმეებში წავსვლა ამ თემას, მაგრამ ფაქტია რომ აი ამის გამოსწორება არის აუცილებელი, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაიცეცაც 21 საუკუნეში ეკლესიას ზოგადად თუ კი უნდა შეინარჩუნოს თავისი გავლენა, თავისი სტატუსი საზოგადოებაში, მას ჭირდება სწორედ იმ თანამედროვე გამოწვევებზე აქცენტირება. თან ეს არ არის უბრალოდ რიგით თანამედროვე გამოწვევები, რევოლუციურ პერიოდში ცხოვრობთ, როცა უთულეს ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანი გარდაქმნები ხდება საზოგადოებაში. სულიერი კავშირი საკუთარ მრევლთან, ანუ იმ მოთხოვნილებებისა და იმ გამოწვევების პასუხად, რაც სურს საზოგადოებას, რაც სურს მრევლს, ეკლესია ამის ადეკვატური უნდა იყოს, შესაბამისი უნდა იყოს ამ ყველაფერთან და მხოლოდ ეს თქვათ, ამ დოგმატური ჩარჩოებიდან გამოსვლას გარკვეული თვალსაზრისით. მე ესე მგონია, იმიტომ რომ სხვაგვარად მრევლის საფუძვლიანი შემოbrunება ეკლესიაში მარტივი არ იქნება და აი ეს პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით მე პირადად მეუფეობის პროგრამას ყველაზე მეტად ესეთი გაბედულის და უფრო ესეთი გადამწყვეტი მგონია, იმიტომ რომ თქვათ იგივე რუის-ურბნისის კრება როცა ახსენეს, შემთხვევით არ ახსენებია. რუის-ურბნისის კრების თავარი მოტივატორი რა იყო, რომ ფაქტობრივად ცეზარო პაპიზმი, რაც ბიზანტიური გავლენის შედეგი ქართული ეკლესიაში შეიცვალა მეტი დემოკრატიზმით, რაც პირველ რიგში აისახა სამონასტრო ცხოვრებაზე და ეს ფაქტობრივად ეს გზა, რომელიც მე-11 ეს პრობლემა, რაც მე-11 საუკუნეში იდგა, დღეს ჩვენ ეკლესიას ისე უდგას. და მეტიც აი თუ 1995 წლის საეკლესიო დებულების ბუნდოვანებაზე საუბრობდით და აი გვაქვს მაგალითი, ძალიან საინტერესო მაგალითი, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1997 წელს პირველმა საეკლესიო კრებამ მიიღო დებულება, რომელიც არის საოცრად სრულყოფილი, მე ასე ვიტყოდი, ძალიან დემოკრატიული დებულებაა და ძალიან ზუსტად პასუხობს იმ ეპოქის საზოგადოების მოთხოვნილებებს და კი თანაც ყველა საინტერესო აქ იყო ბევრი დისკუსია, იმიტომ რომ 3 წელს მე ახალი დებულება იქნა მიღებული, რომელიც ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ ძირითადად თვალსაზრისით პასუხობს მდიდარ პროცესებს, ასე რომ აი თუნდაც იგივე 1995 წლის დებულების განახლება და გადახედვა და ფართომსჯელობა ამ დებულების შესახებ, თქვათ იგივე ეკლესიის მართვის საკითხი, რომელიც ასევე ძალიან აქტუალურია. მაშინ არსებობდა საკათალიკოსო საბჭო, იყო ფართო მონაწილეობა საზოგადოებისა, ორივე სქესის ადამიანები ჩართულნი იყვნენ ეკლესიის ცხოვრებაში. დღეს ეს ნაკლებად ჩანს. ფაქტობრივად სინოდი იღებს განაწყვეტილებას და სინოდის კი არ იყო აქამდე, მეტი სინოდის ხდომებიც კი არ იმართებოდა, სინოდის ხდომებიც კი ვერ იყო. წელიწადში ორჯერ ტარდებოდა და ისიც კი ვერ იყო რა ფართო დისკუსიის ადგილი და მათ შორის აი ეპისკოპოსებს შორის და საუბრის შეჯერების საზრების არათუ მე ყოველდღიური ჩართულობა ამ პროცესში. ისე როცა ეკლესიის გამოწვევებზე საუბრობთ, ალბათ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური ტურბულენტობის ეპოქაში ვართ და ეკლესიას უწევს არსებობა მას ქვეყანაში, სადაც რეჟიმია. და შენარჩუნება საკუთარი დამოუკიდებლობის. ეს საკითხიც ხომ მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, კონკორდატის სულისკვეთების საკითხი როგორ არის ამ კუთხით, როგორ ხედავთ ახლა? საერთოდ მექნება ერთი კითხვა და მაგით დავსვი. ბატონო, აი 2002 წლის კონკორდატი
არის ასევე ბუნდოვანი შეიცავს ეს ძალიან საინტერესო ამბავია რომ რეალურად ეკლესია ანუ საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის ურთიერთობა არ არის ძალიან კონკრეტული ტექსტი რა არის სულ 2-3 მუხლი ანუ რეალურად მას არ გააჩნია ფართო შინაარსი ანუ დეტალური შინაარსი არ გააჩნია ხო ეს არის უბრალოდ აღიარება ეკლესიის ტრადიციული როლისა, ფუნქციისა სახელმწიფოს მიერ და თავისთავად პრივილეგიები, გარკვეული პრივილეგიები, ოღონდ ეს ამავე დროს მთავარი პრობლემა, რაც კონკორდატმა დაბადა არის ის, რომ სახელმწიფო ბევრად აქტიურად არის ჩარეული ეკლესიის შიდა საქმეებში და ეს ბოლოდროინდელ მამებმა ძალიან კარგად აჩვენა და მეორე მხრივ ამან ხელი შეუწყო ეკლესიის ამ პოლიტიკაში ზედმეტად ჩართულობამ და მონაწილეობამ ეკლესიის ძირითადი დანიშნულების და როლის დევალვირებას და ფაქტობრივად მივიღეთ შედეგად ის რომ კონკორდატმა მე ასე მგონი ჩემი პირადი პოზიცია რომ ვერ შეასრულა თავის ფუნქცია ისე როგორც ანუ ის არ არის ნათლად არ არის გაწერილი ის ადგილი და ის როლი რაც უნდა კონდეს სახელმწიფოს რაც უნდა კონდეს ეკლესიას 1917 წელს და 1920 წლებში როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა გაცილებით უფრო ნათელი იყო იმ დროს კი გასაგებია რომ მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული სეკულარიზმის პოლიტიკა მაგრამ სეკულარიზმი საერთოდ არ ზღუდავდა ეკლესიის უფლებამოსილებას ეკლესია მისი საქმეებში მაშინდელი სახელმწიფო არ ერეოდა ეს იყო